შემოგვიერთდა თბილისის ზოოპარკის დირექტორი ბატონი ზურაბ გურიელიძე და რა თქმა უნდა სტუმართან ერთად ვისაუბრებთ თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკისა და სიახლეების შესახებ. დილამშვიდობის ბატონი ზურაბ, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. სანამ ამ სიახლეების შესახებ ვისაუბრებდეთ, მანამდე გვინდა რომ მაყურებელს შევთავაზოთ ვიდეო კოლაჟი და შემდგომ უკვე გავაგრძელოთ საუბარი. დაბრუნდით კვირდაპირ ეთერში ნახეთ ვიდეო კოლაჟი თბილისის ზოოპარკის შესახებ, ახალი სივრცის შესახებ და რა თქმა უნდა ვისაუბროთ იმ სიახლეებზე, რომელიც არის თბილისის ზოოპარკში. რამდენად შესაძლებელი არის უკვე ბატონ ზურაბ რომ მიიღოთ ვიზიტორები, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, გარკვეულწილად მოათავსეთ უკვე ყველა თავთავის ადგილას, მაგრამ ბუნებრივია ეს სიმხელა სამუშაო არის და იმდენი ცხოველი არის ჯერ კიდევ დასაბინავებელი, რომ თავისთავად ეს ერთიანად კარი ჯერ ყველასთვის არ იქნება ღია. დიახ, სამწუხაროდ ჯერჯერობით კიდევ შეუძლებელია რომ მივიღოთ ესე თავისუფლად გავხსნათ კარები და ნებისმიერ სურვილი შემოვიდეს. მიმდინარეობს მშენებლობები, უამრავი გასაკეთებელია, ასე რომ თქვათ აი მშენებლობების მხრივ საკმაოდ დიდი დისკომფორტია, რაც მოსალოდნელი არის ხოლმე და ამიტომ როდესაც დავამთავრებთ ერთი ნაწილის მოწყობას, კეთილმოწყობა იგულისხმება ამ შემთხვევაში, უკვე შესაძლებელი იქნება რომ გაიხსნას ზოოპარკი პირველი ნაწილი, სადაც შეიძლება უკვე ვიზიტორების მიღება. ეს არ იქნება დიდი, მაგრამ ეს ტერიტორიულად საკმაოდ დიდია, გაცილებით უფრო დიდია ვიდრე დღევანდელი თბილისის ზოოპარკი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი ეს უნდა იყოს კავკასიის ფაუნა და ნაწილობრივ აფრიკული და შემდეგ უკვე თან ჩვენ გავაგრძელებთ პარალელურ მუშაობას. პირველ ნაწილს რომელიც გაიხსნება, კონკრეტულად რას ნახავენ თქვა და ეს არის კავკასიის ცხოველები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველანაირად მნიშვნელოვანია კონსერვაციისთვის, მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ჩვენი ფაუნა არის და რის შესახებაც საკმაოდ მცირე წარმოდგენა არის, ჩვენ ვიცით რომ რაღაცები ცხოვრობენ, მაგრამ აი როგორ არიან, რას არიან და ძალიან ხშირ შემთხვევაში იმასაც კი არ აქვს წარმოდგენა, რომელი ცხოველები ცხოვრობენ ხოლმე ჩვენთან. სწორედ ამიტომ ამ ნაწილს ასე ძალიან დიდი საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს და სწორედ რადგანაც პრობლემაც არსებობს, ძალიან ბევრი სახეობა გადაშენების პირას არის, სწორედ დავიწყეთ კავკასიის ნაწილით. ეს არის კონსერვაციული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო მიმართულები და რა თქმა უნდა თავისთავად ვიზიტორებისთვისაც. რის შესაძლებლობას იძლევა ახალი სივრცე, უნდა ველოდოთ თუ არა დროის სვლასთან ერთად სხვადასხვა ახალ რა თქმა უნდა სივრცე არის ძალიან დიდი, დაახლოებით 48 ჰექტარი არის და 48 ჰექტარზე თითოეული ვოლიერი, რომელიც ჩვენთან არის აშენებული, ესეც საკმაოდ ფართო ვოლიერები, დაახლოებით თითო ვოლიერი თითო ჰექტარისაგან შედგება, მაგრამ აქაც ესეც მნიშვნელოვანია, რომ ეს ვოლიერები, რომელიც საკმაოდ დიდია, მარტო ერთი სახეობისთვის არ არის განკუთვნილი, მაგალითად ერთად ყავს დათვები და მგლები, ირმები და ნიამორები და ასე შემდეგ ესევე გაგრძელდება რამდენი იმ სახეობების ასე ვთქვათ ერთად თანაცხოვრება, რომელიც შესაძლებელი შექმნა თავისთავად რაც უმნიშვნელოვანესი არის. ცხოველებისათვის რაც არის, პირობები დაახლოებით 90% შექმნილი არსებობს საჭიროება რომ შეიქმნას გაკეთდეს მაგალითად გარკვეული უსაფრთხოების ღობეები, რომელსაც ეხლა მიმდინარეობს მუშაობები და აი სწორედ ამისებ მოეწყოს ბილიკები, მოეწყოს სველი წერტილები, რაც აუცილებელია და შემდეგ შესაძლებელი
გაიხსნება კარი შეზღუდული რაოდენობა იქნება ალბათ თავდაპირველად ხომ, როდესაც პირველი ეტაპი იქნება შესაძლებელი უკვე დასრულებული რომ იქნება რომ ვიზიტორები შემოგიერთდნენ. გადაწყვეტავენ, ალბათ შეიძლება არ იყოს ახლა დიდი რაოდენობით დამთვალიერებელი, მაგრამ ჩვენ არ შევზღუდავთ, თქვათ, შეზღუდული იქნება გარკვეულ ადგილებზე შესვლა, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, თორემ დანარჩენი ჩვეულებრივად იქნება მისაღები. ძალიან საინტერესო ექსპოზიციური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო ექსპოზიციები გვაქვს, სადაც შეიძლება ცხოველები ესეთი შეიძლება ითქვას, რომ ბარიერების მიღმა ნახოთ, მათ შორის ეს ცხოველები როგორიც არის, მაგალითად დათვები და მგლები. მართალია დასრულები ხართ აბსოლუტურად, მაგრამ აი თქვენ წინ ეს არსებული ლითონის ბადეები და ღობეები არ შეგიშლით ხელს ცხოველების დათვალიერებაში. აი სივრცე მაქსიმალურად არის, როგორც ვიცით და ხედავთ კადრებშიც მიმსგავსებული რეალურ ბუნებასთან. ესეც ალბათ უწყობს ხომ ხელს ცხოველების. ეს არის შესაბამისი კონცეფცია, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ ამ მიზნით შევარჩიეთ ეს ტერიტორია, რადგანაც ეს არის საკმაოდ კარგი, ძალიან მრავალფეროვანი ლანდშაფტია, ამავე დროს შესაძლებელი არის რომ თქვა სამშენებლო სამუშაოები შედარებით უფრო ადვილად ჩატარდეს და არ არის საჭირო ეს ძალიან დიდი ძალისხმევა, მცირეც არ არის, მაგრამ ამიტომაც ამ ხრივ ეს ყველანაირად გამართლებული არის და სწორედ ჩვენი კონცეფცია არის რომ მაქსიმალურად დაახლოებული იყოს ბუნებრივ პირობებთან, რაც ერთის მხრივ გაცილებით უფრო ადვილი მისაღწევია ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ თვითონ დაგეგმარების და ასე ვთქვათ არც ისე ადვილი არის, რომ თქვა შერჩეული იყოს თითოეული ცხოველისთვის აი ამ ტერიტორიაზე მისთვის შესაფერისი პირობები. აღარ იქნება ატრაქციონები, როგორც ვიცით ხომ, უკვე განახლებული. ესეთი ატრაქციონები არ იქნება, მაგრამ რაღაცა გარკვეული სივრცეები, სადაც ბავშვები დაკავდებიან, გაერთობიან, რა თქმა უნდა იქნება. უფრო მეტწილად დატვირთული იქნება შემეცნებითი რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც იქნება მათ შორის, თქვა იგივე ატრაქციონები, გასართობები, ისიც შემეცნებითი ხასიათის უნდა კონდეს. აი ჩვენ გვაქვს უკვე მაგალითად მოწყობილი ესეთი ბავშვო სივრცე, სადაც შეუძლიათ მათ ითამაშონ, ასე ვთქვათ, ეძებონ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, კვალის ნიშნების და იმის მიხედვით სხვადასხვა ცხოველები და შესაბამისად შემდეგ უკვე გადაწყვეტათ როგორ უნდა, ასე ვთქვათ, ახალისდეს მერე ეს ბავშვები. ანუ ესეც თან თამაშია, თან არის საგანმანათლებლო და გარდა ამისა, იმის და მიხედვით, ვთქვათ, რომელ ექსპოზიციას ავაშენებთ, იმის და მიხედვით იქნება მსგავსი სათავგადასავლო შემეცნებითი ატრაქციონები, რომელიც არც ისე მარტივი გასაკეთებელია. ბატონო ზურაბ, აი წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, რა შეგვიძლია ვთქვათ, კონკრეტულ ცხოველთან დაკავშირებით კლიმატთან შეუგუებლობა თუ აწუხებს კონკრეტულად რომელიმე ცხოველს. ჩვენი კლიმატი უმეტესი ცხოველებისათვის არის აბსოლუტურად მისაღები. ეს არის ძალიან კარგი კლიმატურ პირობებში ვიმყოფები, ძალიან კარგი კლიმატური ზონაა ჩვენთან. ბუნებრივად ცხოვრობენ სახეობები, რომლებიც არიან თქვა ჩრდილოეთის წარმომადგენლები და სამხრეთის წარმომადგენლები. სხვადასხვა სეზონზე არ არის პრობლემა. არ არის პრობლემა, მაგალითად იგივე აფრიკული ცხოველებისათვის ზამთარიც, ჩვენი ზამთარიც არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს. აი ზაფხული ზოგ შემთხვევაში შეიძლება ზოგიერთი ცხოველებისთვის უფრო პრობლემატური იყოს, შემაწუხებელი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჟირაფისთვის კლიმატი პირობას ხელი შემშელს არ წარმოადგენს. ჩვენ ავაშენეთ უკვე ჟირაფის ზამთრის სადგომი, არა მარტო ჟირაფის ერთი დიდი შენობა არის, სადაც განთავსებული იქნება ჟირაფები, ბეჰემოტები, მარტორქები და მათთან მეორე შენობაში, მაგრამ მეზობელ ერთი ვოლიერს გაიყოფენ, კიდევ იქნება აფრიკული სხვა ცხოველები. უბრალოდ დასამთავრებელია ზაფხულის ვოლიერი, რაღაც გარკვეული შიდა სამუშაოები არის შესასრულებელი, ჩვენ განაცხადიც გაკეთებული გვაქვს ჟირაფებთან დაკავშირებით, აი რომ დავამთავრებთ ამ ვოლიერს თლიანად, მე უკვე გვექნება შესაძლებლობა რომ ჩამოვიყვანოთ ჟირაფი, ასე რომ ეს დღე შორს აღარ არის უკვე. კიდევ ხო არ გაქვთ დაგეგმილი ვთქვათ რამე სიახლე ახალ ბინადრებთან დაკავშირებით ჟირაფის გარდა კიდევ ვთქვათ რომელიმე ახალი ცხოველი რომ ჩვენ ესეთი ჩვენი კონცეფციის მიხედვით პირველი ეტაპი უნდა ყოფილიყო კავკასია და აფრიკა, რადგანაც როგორც გითხარით აფრიკული ცხოველებისათვის ჩვენი კლიმატი აბსოლუტურად მისაღებია ზაფხულის და ზამთრის, ასე რომ პრობლემას არ წარმოადგენს. კავკასიისთვის მით უმეტეს, თავისთავად მათი ბუნებრივი პირობები არიან და შემდეგ უკვე გადავდივართ სხვა კონტინენტების, ასეთ შემთხვევაში ჩვენი მიზნით არის, რომ თქვა გვინდა აზიური
ფაუნა, რომელიც ძალიან საინტერესო არის და ამავე დროს ძალიან ბევრი მსგავს კლიმატურ პირობებში ცხოვრობს. თუმცა იქ არის ასე ვთქვათ, ტროპიკული, წვიმიანი ტროპიკული დღეები, რომელსაც სპეციალური პირობები დაჭირდება. იმის და მიხედვით, როგორი გვექნება შესაძლებლობა, შეგვიძლია ფინანსურ შესაძლებლობას გულისხმობ, იმის და მიხედვით მოიქცევით. ზოოპარკის თანამშრომლები, პროფესიონალები უკვე ელოდებიან ალბათ ხომ რახსნის დღეს, რომ შესაბამისად დიახ, რა თქმა უნდა, ნუ არა მარტო ელოდებიან, ისინი ძალიან ინტენსიურად მუშაობენ, იმიტომ ძალიან ბევრი რაც არის ახალ ზოოპარკში გაკეთებულია ჩვენი თანამშრომლების ხელით, ჩვენ გვყავს არა მარტო თქვა სამშენებლო, ნებისმიერი ყველა თანამშრომელი, რომელიც არის, რასაც კი შეუძლია რომ გააკეთოს, ყველაფერს აკეთებს იმის და მიუხედავად თქვა ეს მას ევალება თუ არ ევალება, ასე რომ კონტროლი იქნება თავისთავად უფრო მეტად გამძაბრებული, ასე ვთქვათ, რომ იგივე ცხოველებს რაღაც საკვებს როდესაც უყრინენ ხოლმე შემსწრები ყოფილ ვართ არაერთხელ ზოოპარკში ხო, რომ ვთქვათ ბურბუშელები იქნებოდა თუ სხვადასხვა რაღაცა მებით ყვებავდნენ ხოლმე და კი გასაგებია რომ ეს ყველაფერი სახალისოა შეიძლება პატარებისთვის, მაგრამ ისიც უნდა ვასწავლოთ ალბათ ეს ყველაფერი როგორ უნდა მოიქცნენ, რა არის მათთვის სასარგებლო, რა არა და სწორედ ამას მოემსახურება ალბათ ეს ყველაფერი შემეცნებითი სპეციალური აქ ალბათ ეს კუთხე თუ იქნება ვთქვათ აი ესეთი ცხოველებისთვის, რომლითაც ვთქვათ თუნდაც ირმებს რომ შეიძლებოდა ეს იცით აი ამასთან დაკავშირებით ვფიქრობ ბოლომდე ჯერჯერობით არა ვართ ასე ვთქვათ ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ თუ ერთი გამორიცხულია რომ ნამდვილად არ იქნება ესეთი ცხოველების საკვების თავისუფლად გაყიდვა, მაგრამ შეიძლება ვთქვათ გარკვეული ესეთი როგორ თქვათ ეს როგორ თქვა ატრაქციონი თუ ესეთი საქმიანობა იყოს თქვათ გაკეთებული რომ თქვათ ორგანიზებულად თქვათ მიიყვანო და ის გაუმასპინძლოს და რაღაც ცხოველი ეს შესაძლებელი ამასთან დაკავშირებით ვფიქრობთ იმიტომ რომ თქვათ მარტივი არ არის ჩვენი ცხოველები თქვათ არც ისე უსაფრთხოები არიან როგორც გამოიყურებიან ნებისმიერი ესეთი მშვიდი და წყნარი ცხოველი შეიძლება რაღაც გარკვეული პრობლემები შეუქმნას ნებისმიერ დათვალიერებაში და ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია არ მინდა რომ ტანში გამაჟრიალოს, მაგრამ მაინც მინდა გითხოთ ჩვენი საუბრის ბოლოს ქვეწარმავლების ნახვის შესაძლებლობა იქნება თუ არა? არა, სამწუხაროდ ჯერჯერობით არ იქნება, ის გაცილებით უფრო ესეთი ძვირად ღირებული მშენებლობა ჭირდება მას, მაშინ მეც მოვდივარ ახალ ზოოპარკში. ასე რომ ცოტა მოგვიანებით ალბათ, მაგრამ აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ წარმოადგენლები ჩვენი ფაუნის ისეთივე წარმომადგენლები არიან, როგორც ფრინველები და ძუძუმწოვრები. თან ძალიან ლამაზები. არიან. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზურაბ მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. და რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ თბილისის ზოოპარკის დირექტორი ბატონი ზურაბ გურიელიძე.